მარნეულის და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება. 22 ოქტომბრის განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმების დაცვლის პროცესი გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ცესკოს მონაცემებით მარნეულის 42 საარჩევნო უბნის წინასწარი მონაცემებით კანდიდატებს შორის მიღებული ხმების შემდეგნაირად გადანაწილდა. პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის ისრაფილ ბაირამოვის 3 ხმა, ნინო ბურჯანაძე დემოკრატიული მოძრაობა ვეფხია გურგენიშვილი 2 ხმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აჰმედ იმამკულიევის 381 ხმა, თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის ელდარ მუსტაფაევი 4 ხმა, დავით თარხან-მოურავი ირმაინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია, ალი ისაევი 7 ხმა, საქართველოს ომარ წამალაიძე 1 ხმა, ჩვენები სახალხო პარტია თეონა ქავთარია მას 0 ხმა აქვს, რაც შეეხება ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კანდიდატს თამაზ ნავერიანს 313 ხმა აქვს მას. 42 საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით წინასწარი მონაცემების მიხედვით 36 მარნეულის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე შემდეგი ორი კანდიდატია. აჰმედ იმამკულევი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან მას 48,11% აქვს, თამაზ ნავერიანი ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო მას ხმების 43,43% ერგო. რაც შეეხება ზუგდიდს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემებით სამივე საარჩევნო უბნის შედეგები შემდეგია. პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის ბესიკ თოდუა 0,56%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სანდრა ელისაბედ რულოვსი 30,50%, თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის ჯონდი ზარანდია 0,35%, დავით თარხან-მოურავი ირმაინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია ირაკლი ჩანგელია 0,14%, ზვიადის გზა უფლის სახელით რამაზ ჩაჩიბაია 0,14%, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს კანდიდატს ედიშერ თოლორაიას 68,31% აქვს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გათვალისწინებით წინასწარი მონაცემების მიხედვით 66 ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე შემდეგი ორი კანდიდატია. სანდრა ელისაბედ რულოვსი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან 44,8% და ედიშერ თოლორაია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოდან 48,73%. ცესკოს ინფორმაციით განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით